ყველაზე იყო უბრალოდ ყველაზე საშიში უბანი და დღეს ის არის უბრალოდ ადგილობრივების უბანი, რომლებიც როგორც ვხედავთ, კვებიან ცხოვრებით და თან არის ასევე ყველაზე ტურისტებიც. ჩვენ კომუნა 13-ის დათვალიერება დავიწყეთ ყველაზე მაღალი წერტილიდან, სადაც როგორც ხედავთ, ჯერ არც გრაფიტი არ არის, არც კაფეები და არც ტურისტები არ არიან. თუმცა ძალიან საინტერესო იყო აქედან დათვალიერება, რადგან თქვენ დაინახავთ თუ როგორ ცხოვრობენ რეალურად კომუნა 13-ში ის ხალხი, რომლებიც არ არიან ჩაბმული ტურიზმში და როგორია მათი ჩვეულებრივი დღე. ზოგადად მედელინის იყოფა 16 კომუნად, ანუ 16 რაიონად, რომელიც თავის მხრივ იყოფა სხვადასხვა უბნებად და კომუნა 13 არის ერთ-ერთი მათგანი, ადრე ყველაზე საშიში, დღეს კი ყველაზე სახალისო და მეგობრული. ეხლა ვართ კომუნა 13-ში, რომელიც იყო ყველაზე საშიში უბანი, ნარკო და იარაღის, ასე ვთქვათ, კონტრაბანდის ეპიცენტრი, იმიტომ რომ ეს უბანი არის ანდების მთების, ესე ვთქვათ, კიდეზე და ის აერთიანებდა ქვეყნის, ანუ კოლუმბიის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნარკო და იარაღის ტრაფიკს და შესაბამისად მისი, ესე ვთქვათ, სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, აქ თავს იყრიდა ყველა დამნაშავე, ყველა ოჯახი იყო თვითონ შეიარაღებული, პოლიცია საერთოდ ვერ შემოდიოდა და იყო ძალიან საშიში, როგორც ადგილობრივისთვის, ასევე უცხოელი საერთოდ ვერ შემოდიოდა, მაგრამ დღეს უკვე მედელინი, როგორც ქალაქი, მისი მაცხოვრებლები და პოლიტიკოსები შეთანხმდნენ, რომ უნდათ სიმშვიდე და მიუხედავად იმისა, რომ კომუნა 13 დღეს ძალიან გაჭირებულია, ბოლო 10 წლის მანძილზე აქ ერთი ტელეფონის კი არ დაკარგულა, ხალხი ცხოვრობს მშვიდობიანად და ძალიან უხარიათ, რომ ტურისტები მოდიან, ყველა გიღიმის სახში გეპატიჟება და პატივისცემით ექცევიან როგორც სტუმარს. პოლიციაც ყოველი ფასის ნაბიჯად დგას. თვითონ აქ ვიმემ, რომ ჩაიდინოს დანაშაული მაგალითად თუნდაც ერთმანეთში ან სტუმარს რამე დაუშავოს ან მოპაროს, თვითონ ადგილობრივი მოსახლეობა აგებინებს პასუხს, სანამ პოლიცია მიაღწევს ამ დანაშაულამდე და შესაბამისად, ესე ვთქვათ, თვითონ ხალხი არეგულირებს უსაფრთხოებას. ახლა დაგათვალიერებინებთ, ნახეთ, წინ არის ელ-პობლადოს უბანი, ქალაქის ეგ ნაწილი არის ძალიან განვითარებული და მოკლედ ძალიან მაგარი ქალაქია, რა საინტერესო ხეანა და რა არის ეს ჩამოკიდებული რო. Hola, ¿cómo estás? ძალიან მეგობრული ხალხია. კიდე კაი აღმართზე ამოვედით და აღმართზე ჩავდივართ და არაფერი და მოკლედ რუგზაკი წამოვიღე, იმიტომ რომ აქ თელი ჩემი კამერებით ჩვენი მიკროფონები ჩაგვედა და აღნიშნა რომ ის ჩანთა პატარა ქისა, არც ისე პატარა დამრჩა და ეხლა ვიღებ ტელეფონით და კიდე კაი ვიღებ თავისი კამერა ჩაიდა ჯიპში. აი ნახეთ როგორი უბანი. მოკლედ პატარა ინციდენტი შეგვემთხვა. კომუნა 13-ში წავითეცი. დღეს შემიძლია ვთქვა, რომ ნამდვილი ბლოგერი ვარ, მოვინათლე ბლოგერად. ხო იცით, როგორც ნამდვილი მოტოციკლისტი ერთხელ უნდა იყოს აქცეული და უნდა მოიტეხოს რამეო. კიდე კაი მოტეხილობას გადავრჩი, მაგრამ ნამდვილი ბლოგერი ვიდეოს გადაღებისას ალბათ ერთხელ უნდა წაიქცეს. Hola. გზა ეხა უსწორმასწოროა ნამდვილად, მაგრამ იმის მოვიდინი რომ რაღაც ბარხატის გზა დაგხვდება და ნამდვილად არ მქონდა ეს პერიოდი, სულ თამაშებია ამათი ანუ მედელინის ატლეტიკო ნაციონალის და გუგას მაცხუშინი კიდე ექცედა და ისე გავუხადე ტაქსის რა დაინახა რომ უცხოელს ეთვა ეგზედა რომ რა ანდების მთები და ანდების მთებზე გაშენებული ქალაქი. ეს კომუნა 13-ია ეხლა სადაც ვართ და იქ უკვე განვითარებული ახალი მედელინი,
რომელიც არის სუპერ ქალაქი, ეგეთი ქალაქი არ შემოგვიყვანია. აქ ემზადებიან შობისთვის, კათოლიკეები არიან და შესაბამისად აღნიშნავენ 25 და ყველა სახე მორთულია, ყველგანის სიმღერა. ეს ხალხი ცხოვრობს მართალია ტრუშობებში, მაგრამ აქვთ აი ულამაზესი ხედი, ბუნება, სიმწვანე, ჰაერი. დღეს ჩვენ მაგვითხრა, რომ არსებობს ესეთი გამონათქვამი მედელინური კლასიკა და რას ნიშნავს ახლა ეს? ადამიანი ჩამოდის მედელინში როგორც ტურისტი ან რა ვიცი შეიძლება საქმეზე და რჩება. ანუ იმდენად მომხიბლელია ეს ქალაქი, რომ ეს მარტო მე და გუგას შთაბეჭდილება კი არ ყოფილა, რა მაგარია რომ აქ გვეცხოვრა ან სახლი გქონა და ზოგადად არსებობს ესეთი კლიშე. რომ ვინც ჩამოდის მედელინში, ის რჩება მედელინში. საინტერესო ფაქტი მედელინის ხალხზე და რამდენად განვითარებულია ეს ხალხი. რაც არ უნდა გაჭირვებაში ცხოვრობდნენ, რაც არ უნდა პატარა სახლი ჰქონდათ და რაღაცა არ ვიცი, ნარჩენი მასალის გადაშენებული, მიუხედავად ამისა, ყველგან არის ძალიან დიდი სისუფთავე, თეთრეული არის ძალიან სუფთა და ხალხი ცხოვრობს ძალიან სუფთა. საერთოდ ყველაზე გაჭირვებულ უბანში ვართ ახლა, ყველაზე გაჭირვებული, ესე ვთქვათ, საზოგადოება ცხოვრობს აქ და საერთოდ სუნი არ არის, არაფრის სუნი არ არის, გარდა სისუფთავისა და სუფთა ხარებისა. არა? ან ამ სიტიში რო გაიარა, ჩვეულებრივ უბნებშიც, ან კარგ უბნებშიც ისეთი სუნი დგას, რომ გაგიჟდებით და არ ვიცი, აი აღთავარებული ვარ მაგ ფაქტით, რომ ესეთ გაჭირვებაში ესეთი სისუფთავეა. აი იქ გვინდა რომ გქონდეს ძალიან. გავიწიო. კი, არავინ არ ნაზარალებულა აქ ბოლო 10 წელია, მაგრამ it's nice. ჩავდივართ შოთ იმ კრიმინალურ მე-13 კომუნაში, რომელზეც ამდენს უყურებიან ყველაზე კრიმინალური და საშიში უბანი კოლუმბიაში. მე-13 კომუნა იყო ჩაკეტილი უბანი, მე-13 კომუნაში ამათ იგულისხმება აი დიდი უბანი არის ეს და ბევრი სახლებია და ნახევარი თბილისი. ხო, ნახევარი თბილისის ხელაუბანია და ამ უბანში პოლიცია არ შემოდიოდა, დახურული კრიმინალური უბანი იყო და ვერტფრენებით და ესე ფიზიკურად ხოცვა დაიწყეს ადამიანების და დაახლოებით თითო ოპერაციაზე 1500-დან 2000 ადამიანამდე დახოცეს. Buenas. Mucho gusto. Gracias. Chao. Ay, ვიღაცამ მე-13 კომუნიდან პაბლო ესკობარის good muchacho. ისე თქვა და ელენი არ ფიქრობს ეგრე, ხო? მე რა, ცეციფრენე. მოკლედ დაიწყეს ხოცვა და ჩაატარეს ორი ოპერაცია, რომ გაეწმინდათ ეს უბანი კრიმინალებისგან და ნუ იმას ის არც დაუთვლიათ დამნაშავეები და ვინც დაკავებული იყო ამ კრიმინალით, რა რაოდენობის დახოცეს. ყველა სახს ჰქონდა ასობით და ათასობით ტყვია მოხვედრილი და თან ისეთი სახლები იყო აქ კარდონებით და ქაღალდებით აშენებული და ნუ სამ კედელს რო გახვრიტავს ისეთი აქედან გამომდინარე ძალიან ბევრი ხალხი დაიხოცა, ბევრი უდანაშაულო, მაგრამ ჩათვალეს რომ გასაწმენდი იყო და გაწმინდეს მთლიანად ეს მე-13 კომუნა. აქ იცხოვრობენ, მაგრამ
მთებში ჩაფრული მედელინი სასწაული ქალაქი. დღეიდან მე მედელინში მოვინაცვლე ნამდვილ ბლოგერად, როგორც ნამდვილმა მოტოციკლისტმა უნდა მოიტეხოს ფეხი, მე წავიქეცი და დავიზიარო. James Rodriguez. Three. Dos. Ah, dólares no, amigo. Entonces tú, fútbol. Atlético Nacional. ¿Sí? Real Madrid. No, ¿Tú? Barça. Sí. Madrid. Sí. Sí. I love Arsenal. You know? No Arsenal. Poco. Messi. Ankara Messi. Oh. ნელ-ნელა ჩავედით ქვემოთ, სადაც უკვე ძალიან ბევრი ხალხია, მათ შორის ტურისტები და ადგილობრივები და ერთ-ერთი ყველაზე დიდი სანახაობა კომუნა 13-ის არის გრაფიტები. გრაფიტების მოძრაობა აქ დაიწყო დაახლოებით 2003 წლიდან, როდესაც ამ ძიმე წარსულის, ესე ვთქვათ, დასავიწყებლად თუ განსაკურნებლად ხალხმა გადაწყვიტა თვით გამოხატვა და კედლებზე ფერწერული ნამუშევრების შექმნა. გრაფიტი კომუნა 13-ში არ არის მხოლოდ ესთეტიკა და ხასიათი, არამედ მას აქვს ღრმა პოლიტიკური და პირადი შინაარსი, როგორც წესი, მხატვრები პატივს მიაგებენ კონფლიქტების დროს დაღუპულებს და ასევე ახალი ნამუშევრები აღნიშნავენ მშვიდობას და მომავლის იმედს, რაც ძალიან საინტერესოა. ლიმონს და მარილს იძახიან რომ ძალიან უხდება. მარილი კიდევ არ გამიკვირდა, იმიტომ რომ ნეს მე თან აჯიკი ვჭამ, მაგრამ ნახეთ. Atlético Nacional. ეს არის სასწაული. ესეთ ქალაქი არ მინახავს, არ არსებობს. ყველანაირი როგორი სიცოცხლე. წელს გაკეთდა ნარინჯისფერი ექსკავატორები, რომელიც არის დღეს არა მარტო მედელინის, არამედ ქვეყნის სიმბოლო, რის წყალობითაც ხალხი გადაადგილდება მარტივად და უამრავი ტურისტი მიიზიდა კომუნა 13-მა.
მუსიკა და ცეკვა არის კომუნა 13-ის ერთ-ერთი დამახასიათებელი და მთავარი სანახაობა. ალბათ გასაკვირი არ არის, რომ მუსიკამ ძალიან დიდი როლი ითამაშა კომუნა 13-ის ტრანსფორმაციაში, ხალხის განკურნებაში და მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაში. ჰიპ-ჰოპი, რეგატონი და სხვა ურბანული მუსიკის ჟანრები იქცა წინააღმდეგობის, ისტორიების თხრობის და საზოგადოების გაძლიერების იარაღად. მუსიკის საშუალებით კომუნა 13-ის მოსახლეობამ შეძლეს გამოეხატა თავისი ბრძოლა, გამძლეობა, შენარჩუნებინათ ისტორია და ჩამოეყალიბებინათ მომავლის ხედვა, რომელსაც უზიარებენ იქ მისულ ხალხს. ესე გამოიყურება ბაზარი მედელინის. მედელინის დეზერტირებია. ეთნიკო ნაციონალი. ახლოს იყავი ჩემ. ეხლა შევდივართ აი ამ სავაჭრო ცენტრში, რომელიც არის დაუნტაუნში ქალაქში. და ამ შენობაში არის სასამართლო მედელინის, მაგრამ კორუმპირებულობის გამო მოსამართლეები სასამართლო ხალხს და გადააკეთა სავაჭრო ცენტრი. ეხლა ამ სავაჭრო ცენტრის გავლით Salomedi savaşçı Türkiye İngilizce patentleri de yapıyor. Bir de böyle şey. Umarım ქვეყანაში ხდება მისი ფანდანებები, როგორც წესი, სულ ხალხებს და კაცებს და ადამიანებს აფანდანებდა და საკმაოდ მხიარული არის. როგორც ხედავთ, ძალიან ბევრი ხალხია აქ. ჩვენ ახლა მივდივართ საჭმელად. ხედავთ, მე-13 კომუნაში დაგვიწყებული ადამიანების მიმართ მიძღვნილ, ესე ვთქვათ, მემორიალურ კედელს. ეხლა მივდივართ საჭმელად, კომუნა 13-ის დათვალიერებას უკვე მოვჭით და იქიდან გადავწყვეტ სად წავიდეთ და გულს სად შეიძლება წავიდეთ კიდე? თამაშზე, სადაც თამაშობს ატლეტიკო ნაციონალი მედელინის მთავარი გუნდი. მოკლედ, აი ესეთი კერძი შევუკვეთეთ, ეს არის სტანდარტული ფერმერის საჭმელი, ლობიოს სუპი, ხორცი გატარებული, აქაური სოსისი, გოჭის ხორცის შემწვარი და ავოკადო და კვერცხი. აი ესეთი ნახეთ, სუპი არის ქათმის სიმინდით, ახია ტოკვია და მოყვება ავოკადო, მოარაჟანო ტიპი და ბრინჯი და მოკლედ ახლა ნელ-ნელა დავაგემოვნებ და გაგიზიარებთ შთაბეჭდილებებს. სხვათა შორის ეს გატარებული ხორცი ლობიოში ამოვავლე, არ ვიცი სწორედ ჩვენი თუ რა ვნახოთ. Да, вот это все кидается в суп. ძალიან გამრიელია ეს, რასაც ეხლა. მოდი აღარ გადავიღებ ვიდეოს, იმიტომ რომ კოლუმბიურ სამზარეულოზე ჩვენ უკვე ჩავწერეთ ვიდეო და დავტყვებით ახლა გემოებით და გეტყვით მე როგორი იყო. აი ეს არის ჩვენი სასტუმრო სულვანი. ოლა. აი ნახეთ მთელი სამეზობლო გარეთ არის რა ატლეტიკო ნაციონალს გუგლ შემოდგივრონ მაგარია. ძალიან მაგარია ეს. ყველაფერი ფეხბურთით ძალიან მიყვარს როგორც ქართველებს ალბათ. გუგ ეს ატლეტიკო ნაციონალის ატლეტიკო ნაციონალს უნდა უგულ შემოგვივროთ. მედელინის მთავარი გუნდი თამაშობს ფინალს.
Cocinero marino con Marlon Torres es un duelo desigual. Pero es el riesgo que le va a tocar tomar a este Tolima con esta línea de tres ante un Nacional que va ganando bien posicionado en mitad de cancha. ეს ბოლო დღე იყო ჩვენი მედელინში. მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ სწორი ინფორმაცია გადმოგვეცათ და ყველა ადგილი გვენახებინა. იმედია მოგეწონათ. ჩვენ მედელინის შეგვიყვარდა და აუცილებლად დავბრუნდებით ამ ქალაქში, სავარაუდოდ უახლოეს მომავალში და თუ არ გადმოვალთ საცხოვრებლად, რამდენიმე თვით მაინც ჩამოვალთ აქ აუცილებლად. და მანამდე გამოგვიწერეთ. გამოგვიწერეთ. აბა დროებით.